ქართული ოცნების მორიგის სკანდალის სამცხე ჯავახეთში 400 ლარად შეკვეთილი პროვოკაციები, მოსახლეობის დაპირისპირების მცდელობა და ტრაფიკინგი ოლიგარქულად რისთვის შეიქმნა და არსებობს სინამდვილეში ივანიშვილის ალტერნატიული კარდაკარი. თემაზე ჩემი კოლეგა რუსუდან ჯიქია მუშაობს, რომელიც პირდაპირ ეთერში ახლა თავადი საუბრობს. რუსუდან გისმენთ. ნამდვილად მე ვფიქრობ ჩვენი სიუჟეტი გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუ რისთვის მუშაობს სინამდვილეში ივანიშვილის ალტერნატიული კარდაკარი, რადგან ჩვენი რესპონდენტები ყვებიან იმის შესახებ, რომ თავარი არ იყო მათთვის დაიფიქსირებინათ და აღერიცხათ თუ ვინ სად ცხოვრობს ნამდვილად, ვინ რომელი უბნის ამომრჩეველია იმისათვის, რომ ამომრჩეველთა სიაში უზუსტობა არ ყოფილიყო, ამას ივანიშვილის კარდაკარი როგორც ჩანს არ ემსახურება, რადგან კარდაკარის მთავარი შეკითხვა ასეთია, ვის უნდა დაუჭირონ მხარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და რაც მთავარია, სურვილის მიხედვით მათ შეეძლოთ სახლში შეევსოთ ის დოკუმენტაცია, რომელიც სინამდვილეში კარდაკარს სიარულისას ამომრჩეველთან კითხვა-კითხვით უნდა შევსებულიყო. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ზოგიერთ რეგიონში 60%, ზოგში კი 90% აქვს დაგროვებული კარდაკარის გამოკითხვის შედეგად, ახლა ალბათ ნათელი ხდება ის თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს, მით უმეტეს რომ მათ პროგრამაში მონაწილე ადამიანებს შეეძლოთ სახლში საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით შეეძლოთ მოეხაზათ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერასაც ისინი აპირებენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს სიუჟეტში თქვენ ასევე ნახავთ თუ რა მოხდა პროვოკაციის სქემის დაგეგმვისას, ანუ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ადამიანებს დაავალა გარკვეული პროვოკაციები იმისათვის, რომ მეცხრეახს და ინფოცხრას ქონოდა საშუალება ეს პროვოკაციები გადაეღო ამომრჩეველთან მისვლისას, თუმცა შემდეგ ამ პროვოკატორებს, უბრალოდ გამიზნულად პროვოკატორებს საბოლოოდ ფული არ გადაუხადეს და ალბათ მხოლოდ ეს არის მიზეზი იმის, რომ ახლა დღეს ეს ადამიანები დღის ამბების კამერასთან ღიად საუბრობენ. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. გაჭირვებამ ოცნებაში მიიყვანა, ოცნებამ კარდაკარ ატარა და საზღაური არ გადაუხადა. საშეკრულება არ გაქვთ გაფორმებული? არა გვაქვს, მიჭირდა და მე იმისთვის გებეითვარ, ამ ხნის კალი არ წევიდოდი კარდაკარ. ახლა დამთავრდა ორ კვირაში სუნთელ რაიონის ის ორ კვირაში ამოიწურა კარდაკარი. რო არ მოგწონდა თავს ხო არ ჩამოვიშვე, რა ვარ ვიყავ, ისევე ვიქნები ისევე, რა ვიცი. ტრაფიკინგის მსხვერპლი. ქართული ოცნების ახალი სახე. დაპირებების არ შესრულება სამცხე ჯავახეთში პოლიტიკური მოძრაობის ერთადერთი დანაშაული არ არის. განმოგვცეს სიები. ამ სიებით უნდა წავსულიყოთ. სავალდებულო არ იყო ყველა ოჯახში მისულიყოთ. დანარჩენს რამოდენიმე ოჯახში მოვიდოდით, დანარჩენს შევავსებდით სახლებში. ჩვენი დასმული შეკითხვების შედეგად უნდა გამოგვეწვია კონფლიქტი და გამოვიწვიეთ კიდევაც. ის რომელიც დაუკავშირდით მე ბესოს და გამოიძახა TV9 და ამოიყვანა, გადაიღეს ქართული ოცნების ხალხი ვიყავით ძირითადად, ჩაგწერეს ინტერვიუ ჩვენ დაიღეს, გვაქვეყნეს რომ ვითომ პოლიციამ დააშინა ხალხი, ადგილობრივი ხელისუფლება უშლიდა ხელს. ეს გავაკეთებინეს და რამოდენიმე ოჯახში ჩუმად გადაიღეს შორიდან თვითონ. მეცხრე არხისა და ინფოცხრისათვის დაგეგმილი პროვოკაციები. ქართული ოცნების უკვე ყოფილი აქტივისტის მონაყოლი ბევრ უკვე მონათხრობ ამბავს ნათელს ფენს. ახლა გასაგებია, რატომ ჩნდება ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება იქ, სადაც ჩხუბი და არეულობაა. გასაგებია, რატომ ვახშმობს ინფო9 ქართულ ოცნებასთან ერთად. კიდევ უფრო გასაგებია, ვინ აფინანსებს ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებას და როგორ მოიპოვებენ ექსკლუზიურად ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ინტერვიუებს ან მომხრეთა აგრესიას. ერთ-ერთ სამუშაო უბანზე გამოვიკითხეთ რამოდენიმე ოჯახი, იქაც ყველა დაგვდენ ისეთი ხალხი, რომ ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყვნენ. ჩვენი დასმული შეკითხვების შედეგად უნდა გამოგვეწვია კონფლიქტი. ოცნების კარდაკარის მთავარი კითხვა ასეთია. ერთი მითხრა, ვის უჭერ ხარსაუზე, რომ გადაწყვეტილი არ მაქვს, როცა მივალ იქ, მერე გადავწყვეტ. სანამ პირდაპირი წესით, ფარულად და გამჭვირვალედ არჩევანს გააკეთებენ, ზოგიერთ ადიგენელს სხვის დაკრულზე ცეკვა მოუწია. ჩვენ ამის მერე დავტოვეთ ბესოს სიები, ყველაფერი ვეჭხუბეთ, ხალხმა მიატოვა ყველაფერი და გაიქცეს მოტყუებული ხალხი. ადიგენში მთავარი მეოცნებე მართლაც მუსიკოსია და ამბობენ, ეგრეთ წოდებული მეკორწილე დამკვრელიც ხშირად იყო. მეოცნებე ბესო ისტორიკოსიც ყოფილა, თუმცა ძლივს გაიხსენა. პროფესიით ვინგრებოთ რომ იყო. არაფერი პროფესია არ მაქვს, მე უბრალოდ ისტორიკოსი ვარ.
ისტორიკოსი? დიახ. და მუსიკოსი არა? დიახ, მუსიკოსიც ვარ. და რა ინსტრუმენტზე უკრავ? ყველა ინსტრუმენტზე უკრავ, რაც შეიძლება რომ იყოს. ყველა საკრავზე დამკვრელი ახლა ივანიშვილისთვის ასეთ მელოდიას უკრავს. დაასაქმე და არ გადაუხადო. გადაუხადე რომ პროვოკაციები მოაწყოს და თუ რამე გკითხეს აუცილებლად სხვას გადააბრალე. ხალებს უდეში პივა და ზოღარი წყალი გადაასხეს. ბირჟაზე ვიცოდე რა საქმე ქონათ ჩვენ გალბატონებს რომ მისულიყენ. გალბატონები კაცებთან პროვოკაციაზე როგორ უნდა წასულიყვნენ მითხარით ეგ. ქალს ნასვამი მამაკაცისთვის როგორი პროვოკაციის მოწყობა შეუძლია საინფორმაციო გამოშვებაში ვერ ვისაუბრებთ. ეს სხვა გადაცემის თემაა. სხვა საბრალებენ რომ ოფისი ქალაქის ცენტრის ნაცვლად სოფლად საკუთარ სახლში გახსნეს. შტაბის უფროსი ვარ, მაგრამ შტაბი არ მაქვს. შტაბი არ აქვს, მაგრამ საქმე ბევრი აქვს. ყანა მაქვს მოზარწყავი. ხალხზე ამბობენ ერთმანეთს დაუპირისპირდნენო. დაპირისპირებაა ხალხს ერთმანეთს შორის. ხალხი ამბობს დაპირისპირება ვის თემ უნდა იყოს რაც. მოსახლეობაში ერთმანეთს. არა, ესეთი რაღაც არ არის. მეოცნებეები იმუქრებიან. ხოლო ფაშა დაგიზდება ახალ ცხეში. ზოგიერთი მეოცნებე ამბობს. პრეზიდენტმა ბრძანა განკარგულება გასცა რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს თავისუფალი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ხალხი ხმამაღლა ღაღადებს. არბინა ჩვენ ჩხუბს გადავჭით და ვიყალეთ და ვიწყებეთ და ახარ მინდა რუსეთი მე. ერთი წუთით ქალბატონო. არა. და რუსეთთან ვინ არის? ერთი წუთით. ჩარი დააკეთეთ თქვენ. მე ვფიქრობ ჩვენმა სიუჟეტმა ადიგენში ის შიშველი რეალობა აჩვენა, რომელსაც ზოგიერთი არ დავასახელებ, რომელი საინფორმაციო საშუალებები მალავენ. ეს ხდებოდა სამცხე ჯავახეთში, ჩემი კოლეგები მუშაობენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც და ის, რასაც სხვა სატელევიზიო საშუალებები ცდილობენ რომ დამალონ, ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ. მადლობა რუსუდან პირდაპირ ეთერში რუსუდან ჯიქია საუბრობდა. ქართული ოცნება არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადება ივანიშვილის გუნდს უკვე საკუთარი წინასწარი შედეგები აქვს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც ამ შედეგის მიღებას ელოდება. პოლიტიკურ წრეებში კი ამბობენ, რომ ივანიშვილი რევოლუციისთვის ემზადება და ქუჩის მანიფესტაციებზე რეპეტიციებს უკვე გადის. რევოლუციური ტემპერატურის შესაქმნელად ბიძინა ივანიშვილს კარდაკარით შეგროვებული მხარდამჭერების იმედი აქვს. უკვე რამდენიმე დღეა ქართული ოცნების ოლიგარქი და მისი გარემოცვა ქვეყნის მასშტაბით ოცნების დიდ მხარდაჭერაზე საუბრობენ და არჩევნებზეც სავარაუდოდ ანალოგიურ შედეგს ელიან. არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში კი მეოცნებეები ქუჩაში გასვლას გეგმავენ. დღეს მეოცნებეებმა კარდაკარის პირველი ეტაპი შეაჯამეს და სიების გადამოწმებასთან ერთად გაზრდილ მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მე-12 გრაფაში არის სამი განსაკუთრებული პოზიცია. მყარად ქართული ოცნების მხარდამჭერი, მყარად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ჩამოუყალიბებელი. ეს არის სამი. ამის დათვლას თითოეულ უბანზე არაფერი არ ნამოჩნდა 15 წუთი, ყველაზე მეტი. ამიტომაც ყველა უბანმა, ვინც კი კარდაკარ ჩაატარა, დადო რა თქვა 500 ქართულ ოცნებას, 100 ნაციონალურ მოძრაობას, 200 ჩამოუყალიბებელი. და შესაბამისად კალკულაცია გააკეთა. კარდაკარ დადიან ახლა ჩვენები, კარდაკარი ეს არ არის გამოკითხვა და გამოკვლევა. იქ მიდიან ოფიციალურად რომ ესენი არიან ჩვენი წარმომადგენლები. ყველაზე მძიმე რაც იყო რეგიონი ჩვენი სამეგრელოში 60%-ს გადავწყვეტით. 90%-ს ვაჯარებთ ძალიან ბევრ რეგიონებში. მხარდამჭერთა საკუთარი მონაცემებით манипуლირების გარდა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთი მეთოდი ამომრჩეველთა სიებია. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ როცა ადამიანი ამომრჩეველს არჩევნებში 3/4-ით გამარჯვებას პირდება და რეალურად ამას ვერ ასრულებს, ამ შემთხვევაში ამომრჩეველთა სიები ხალხის პროტესტის манипуляციისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია. მე არ მომწონს მაგალითად ეს რაღაც ახალი ორგანიზაცია შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ლიგა თუ რაღაცა იგივე საბოლოო ჯამში აღმოაჩინეთ რომ ქართული ოცნების ხალხი დადიოდა ისინი ახდენდნენ დარტყმას ამორჩეულთა სიის გადამოწმების კომისიაზე. ფაქტია რომ ამ ხრივ მოსახლეობის პრობლემა არ აქვს, ესე იგი გამოდის პრობლემაა იქ, სადაც ძაღლის თავი ეგრეთ წოდებული დამარხულია, ეს არის ის რომ მაინც უნდა შეიქმნას განწყობა რომ რაღაცა ფუშტება, იმიტომ რომ არჩევნების კაცი რო ითქვის რომ 3/4 უნდა მოვიგო და ვერ მოიგებს რაღაცით უნდა ახსნას ეს. დიდი ალბათობით ქართული ოცნება ემზადება სწორედ რევოლუციური სცენარისთვის, თუ შედეგი არ იქნა მისაღები, სწორედ ხალხის მობილიზაცია უნდა მოახდინოს რევოლუციური ცვლილებისთვის და ამისთვის ყველაზე კარგია ხოლმე ამომრჩეველთა სიის მიმართ უნდობლობა. მე მხოლოდ ამას ვხედავ, როდესაც ასე დაჟინებით ხდება მუდმივი დისკრედიტაცია, ყოველ შემთხვევაში ცდილობა დისკრედიტაციისა ქართული ოცნებიდან და ამომრჩეველთა ლიგის მხრიდან.
მხარდამჭერების რაოდენობა მეოცნებეებმა ჯერ კიდევ დაუსრულებელი კარდაკარით განსაზღვრეს. ამავე მეთოდით ისინი ამორჩეველთა სიების გადამოწმებასაც ახორციელებენ. მონაცემების საბოლოო ვარიანტი მეოცნებეებს 1 აგვისტოს ექნებათ, ანუ მაშინ, როდესაც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია უკვე ჩასწორებულ დოკუმენტს გაასაჯაროებს. ქართული ოცნების მიერ კარდაკარი ტარდება კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის ამოსაცნობი ნიშნებით, მაისურებით და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ახლა რომ ხო არსებობს ბუნებაში ადამიანი, ვინც არ არის ქართული ოცნების ამომრჩეველი. რამდენი ამომრჩეველიც იქნება ქართული ოცნებისადმი არ ვიტყვი აგრესიულად და უარყოფითად, ნეიტრალურად და მიუღებლად განწყობილი, იმდენი ამომრჩევლისგან ინფორმაციას ვერ მიიღებს ობიექტურად ეს კარდაკარი. აქედან გამომდინარე, ეს ასახვასპოვებს უკვე ბოლო ვერსიაზე. ქვეყანაში რევოლუციური განწყობის შესაქმნელად მეოცნებეებმა კიდევ ერთ ხერხს მიმართეს. ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციელი მიმდევრები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც და მის შემდეგაც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება შედეგების გაყალბებისთვის ემზადება. არც ერთ შემთხვევაში უკან არ დავიხევთ და არავის არ ქონდეს ამის ილუზია. თქვენ გარწმუნებთ და საქართველოს მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ აუცილებლად დავდგებით, თუ მსგავსი მოხდა, მაგრამ უფრო მეტად გარწმუნებთ იმაში, რომ ვერ მოახერხებენ გაყალბებას. გაყალბებები ხდება დღეს, ქალბატონო. ჩვენ კარდაკარ 10,000 კაცი გავუშვით მთელ საქართველოს მასშტაბით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მხარდაჭერაა და ხა რა თუ ამას ლაპარაკი შეხვედრები ნახეთ ელემენტარულად. არასოდეს არ ხდება კარდაკარის შედეგების და რეალური სოციოლოგიური სურათის ერთმანეთზე დამთხვევა და ამას არ უნდა ენდოს ნორმალური პარტია, რომელსაც ეს ესმის, მაგრამ თუ მას რაღაც სხვა პიარის ვიჭირდება ამ კარდაკარის შედეგების გამოქვეყნება, ეს უკვე მისი ნება, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ვერ მოგვატყუებენ, არ მოვატყუებინებთ თავს. არ გააყალბებთ. ვერ გააყალბებთ. ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ქართული კოალიცია, ქართული ოცნება არავითარ რევოლუციას არ ვაპირებთ საქართველოს. რევოლუციონერი მილიარდერები და ოლიგარხები მე არ მინახია. ოლიგარხი არის იმის ოლიგარხი, რომ ის ძალაუფლებას იყენებს იმისათვის, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ქონება, გაძარცვოს ხალხი. ოლიგარხები აწესებენ დიდრის სამართალს. ყველაფერი მდიდარს და პანგური მონობა და მორჩილება დანარჩენს. კუჩის აქციებით მიღებული ხმების დაცვაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენიდან 4 თვის თავზე ალაპარაკდა. შემდეგ კი ქართული ოცნების ოლიგარქმა გეგმის კონკრეტიზაცია დაიწყო და მხარდამჭერებთან პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ტემპერატურის ეტაპობრივად აწევის პირობა დადო. ორგანიზაცია საქართველო არ იყიდება დღეს ოფიციალურად დაფუძნდა პრეზენტაცია მისმა დამფუძნებელმა სიმბოლურად ივანიშვილის შუშის სასახლის ფონზე მოაწყო. გიგანა სარიძის თქმით, ახალი ორგანიზაცია საზოგადოებას ოლიგარქის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის იმასაც თუ როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები და როგორ აპირებს ის დაგროვილი კაპიტალის ნაწილის ქართულ პოლიტიკაში დახარჯვას. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავშალოთ ფართო კამპანია, არა მარტო ინტერნეტ სივრცეში, აქამდე ჩვენ მე და ჩემი მეგობრები ინტერნეტში თვეების განმავლობაში იგივეს ვამტკიცებდით. ეხლა უბრალოდ ამას ოფიციალური სახე მივეცით, დავარეგისტრირეთ ორგანიზაციად ეს ყველაფერი და ფართო კამპანია გაიშლება არა მარტო ინტერნეტ სივრცეში, არამედ იქნება სატელევიზიო რეკლამებსაც კლიპებს გავუშვებთ. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ინდია 2012 წლის ივნისის მონაცემებს ეყრდნობა და ქვეყნის წინასაარჩევნო განწყობას იგებს. როგორც ლუის ნავარუს ოფისის მიერ წარმოებულმა კვლევამ აჩვენა, ქართული საზოგადოება კუჩის პოლიტიკას უარს ეუბნება. კითხვაზე არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მოწოდების შემთხვევაში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას კუჩის აქციებში გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხი უარყოფითია. საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების ისტორიაში პირველად ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მთავარ დამაბრკოლებლებს შორის ამორჩეველთა მოსყიდვა პირველ ადგილს იკავებს. რა არის სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? ამომრჩეველთა მოსყიდვა 22%, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები 19%, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა 15%. კვლევა, რომელიც საქართველოში 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. 6000-ზე მეტი ინტერვიუერი ეროვნული და ადგილობრივი საკითხების, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, მომავალი არჩევნებისა და სხვა აქტუალური თემების ირგვლივ გამოიკითხა.
ჩვენი კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ჩვენს წინა კვლევას მთელი რიგი საუბრები მოყვა, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობას სურს მათ აზრი კითხონ. ესაუბრონ და კითხვები დაუსვან. კარგი იქნება თუ როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები, ისე მედიის წარმომადგენლები საჭირო ბოროტო საკითხებზე უფრო მეც კითხავენ ხალხს. კვლევებისადმი ნდობის გაზდა კი ნელ-ნელა უნდა მოხდეს. ეს კი შესაძლებელია მეთოდოლოგიის სწორი შერჩევით. რომელი სამი რეფორმა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ჯანდაცვის რეფორმა 58%, სოფლის მეურნეობის რეფორმა 42%, საპენსიო რეფორმა 33%. სასურველი იქნებოდა, რომ აი ჯანდაცვის რეფორმები უფრო განვითარებულიყო. სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სოფელი თუ განვითარდება, ფული დაატრიალდება ქვეყანაში. აუცილებლად საჭიროა ჯერ ერთი ჯანმრთელობის მერე საპენსიო ჩემობათა სოფლის მეურნეობა თავის ამიტომ ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ. ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას. მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას 75%, არ მივიღებ მონაწილეობას 25%. რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, თუ მიიღებთ მასში მონაწილეობას? რა თქმა უნდა. აუცილებლად. NDI-ის კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობა. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ საქართველოს მოქალაქეებს შემდეგი შინაარსის კითხვაც დაუსვა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლის და ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს, მიიღებენ თუ არა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას? დიახ 27%, არა 53%, არ ვიცი 19%, უარი პასუხზე 2%. კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია დღევანდელი გარემოება, კერძოდ ის, რომ არ უნდა ხდებოდეს დიდი ფულის მეშვეობით პოლიტიკაში ჩარევა და ამ მრჩეველებზე ზეგავლენის მოხდენა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის რუსეთი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე დიდი ნაწილი ლაზიკის მშენებლობას პოზიტიურად აფასებს. რომელ მოსაზრებას ეთანხმებით ყველაზე მეტად? რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს 44%. რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია 29%. რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს 12%. რუსეთი ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს საქართველოსთვის და განსაკუთრებით ეხლა. მტერია, რუსეთი საქართველოს მტერია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოციოლოგიური კვლევის კუთხით ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს დიდი გამოცდილება აქვს და გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან მისი სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არაკეთილგონივრულია. ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ამტკიცებს, რომ თითქოს მოსახლეობა არის დაშინებული და მას ეშინია ამ შემთხვევაში გამოხატოს თავისი აზრი და ამიტომაც ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თითოეული გამოკვლევა არ ემსახურება იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ თავისი რეიტინგი გააუმჯობესოს და არა ის კიდევ რომ ახალი რაღაც დაუპირისპირონ ამას თავისი პირადული კვლევები, რაღაც გაურკვეველი კითხვარებით, ალტერნატიული, ასე ვთქვათ. ესეც მათ სრული უფლება აქვს, მაგრამ რამდენად წონადია და რამდენად ავტორიტეტულია, ეს სხვა საქმეა. ივნისის კვლევაში ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის კუთხით მცირე ცვლილებაა. თებერვალში გამოკითხულთა 59% მიიჩნევდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა. ახლანდელი შედეგი ანალოგიურ შეკითხვაზე კი 38%-ია. კვლევის გარკვეული ნაწილი მასმედიის სანდოობასაც შეეხებოდა. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ეს ინფორმაცია დახურულია და ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს პროცენტულ მაჩვენებლებს ინდივიდუალურად გააცნობს. ბათუმში სასტუმრო რედისონში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი გაიმართა. სამიტის შედეგები მიხეილ სააკაშვილმა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენს მერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. საქართველოს პრეზიდენტის ხმით, ჩვენს ქვეყანას რეალური შანსი აქვს მომავალ წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კონკრეტული შეთანხმება გააფორმოს და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაიწყოს. ევროკავშირმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ღია მხარდაჭერა დღესაც გამოუცხადა დღესვე. ბათუმში კიდევ ერთი ინიციატივა გაჟღერდა. ერნზეს პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან ქართველი სტუდენტებისთვის ევროპაში სწავლას ითვალისწინებს. სტუდენტების სიარული ევროპაში და მეორე მხრივ ევროპული ის რაც ჩვენ დღეს გადავწყვეტთ ბათუმში, ამას თითოეული ქართველისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა უკვე უახლოეს თვეების და წლების განმავლობაში. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ უკვე მოემზადოთ იმისათვის, რომ მომავალ წელს ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე
და მომავალი წლის შემოდგომაზე, ამ სამიტზე რომელიც გაიმართება მომავალი წლის შემოდგომაზე, დღეს ევროგაერთიანების ამ პარტიების ამ გაერთიანების ხელმძღვანელობამ დაუჭირა მხარი, რომ ნათლად გამოხატოს ევროკავშირმა მზადყოფნა საქართველოს და სხვა ქვეყნების ვინ მზად იქნებიან, თუ როცა მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, იმიტომ რომ მე მინდა მომავალ წელს გვესმოდეთ რამხელა ჩვენთვის პირადად ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი კონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევიდეს ევროპის კავშირის წევრებში, რაც გააჩენს 1000-ობით 1000 დამატებით სამუშაო ადგილს საქართველოში. მეორე ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ ამ ხრივ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივახციეთ, შანსი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის დავამთავროთ ეს მოლაპარაკებები, ესე ყველა საქართველოს მოქალაქე თავის პასპორტით უვიზოდ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში. იმ პირობებში, როცა ახალი აეროპორტები იქნება ქუთაისში და ფოთში და იმედი გვაქვს ფოთში და მერიაში ერთად. ეს მეორე საკითხი, და თბილისში, ესე რამდენიმე ახალი აეროპორტი იხსნება, საიდანაც იაფიფრენები იქნება სხვა ევროპაში. და აი ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ჩვენ ვილნიუსის სამიტმა ამის პარალელურად ჩვენ მივახციეთ იმას, რომ მოგცა განაცხადი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის თავისი მომავლის დასაცავად, თავისი უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, თავისი გრძელვადიანი პერსპექტივის გასავითარებლად და ეს ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც სად იქნება ამ დროისთვის და ეს გამოიხატ დღეს, ზუსტად იგივე კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, ეს თანაბრად ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომელიც ჩაატარებენ რეფორმებს და მივლენ იქ. ეს არის მე პირადად ეს ვადა ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ემთხვევა ჩემს მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და თუ მე შევძლებ საპრეზიდენტო მეორე ვადის დასასრულისთვის საქართველოს ვაქციოთ ყარად ევროკავშირის პერსპექტივის მქონე ქვეყანად ოფიციალურად ხარდაჭერალ და უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის უკვე რეალურად ევროპასთან, ეს არის ოცნების იქით კიდე საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ მე დავიწყეთ ჩემი პრეზიდენტობა იმით, რომ ინაუგურაციის პირველ დღეს ავწიეთ ევროპის დროშა და ძალიან ბევრს ეს სასაცილოთაც არ იყო. და მეორე ვადას დავასრულებ იმითი, რომ ევროპის დროშას მოყვება უვიზო მიმოსვლა ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა საქართველოსთვის. მეორე კიდევ აქ არის კონკრეტული ასპექტები. დღეს ამ დოკუმენტში ხარდაჭერილია, რომ ერაზმუსის პროგრამა გავრცელდეს ქართულ სტუდენტებზე. ერაზმუსის პროგრამა არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტუდენტებს წევრ ქვეყნების იარონ ევროპაში და ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში სასყიდლის გარეშე და თუ ევროკავშირი ხარჯს დაუჭერს, იგივე გავცელდეს ყველა ამ ქვეყანაზე, ქართულზე, მოლდაველზე, სომეხზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ეს მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი სტუდენტებმა იარონ მთელ ევროპაში და მიიღონ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის განათლება. ამავე დროს დღეს ამ დოკუმენტმა დაუჭირა მხარი, რომ ბათუმში გაიხსნას ევროპული კოლეჯი. ევროპული კოლეჯი არსებობს ასეთი მარტო ბრიგეში, ბელგიაში. ბათუმში ევროპული კოლეჯი ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვიჩნდება დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ისწავლიან სტუდენტები მთელი რეგიონიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, იქნებიან ევროპელი პროფესორები, ევროპული დიპლომი გაიცემა ევროპული დასაქმების პერსპექტივით. იმ პირობებში, როცა ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება და ახლა იქნება ევროპული კოლეჯი და ჩვენ სხვა სასწავლებლების გახსნას ვლაპარაკობთ, ბათუმი გახდება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი სწავლის და სტუდენტური განათლების სტუდენტებისთვის განათლების მიღების. საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც ახორციელებს და ამკვიდრებს ევროკავშირის ღირებულებებს და ჩვენ საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს. შესაბამისად ეს ყველაფერი ხორციელდება შესაბამისი ევროკავშირის მითითებებით და ასევე ლაპარაკია პოლიტიკური პარტიების სტატუსთან დაკავშირებით, ამასების საკითხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ რეფორმების განხორციელებაზე და ასევე
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე და თამამად. გულწრფელად, რომ თქვათ, ფული და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთს და ჩვენ უნდა გქონდეს ნათელი ხედვა მომავლისა, ხალხისათვის და ასევე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ჩავერთო ამ პროცესებში, რამე თუ მე ვხედავ ზეწოლას და ვხედავ, რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან გამომდინარე არის შეტევები პოლიტიკური და ასევე უნდა შეიქმნას გაგება ევროპარლამენტის დონეზე და სახელმწიფოების ლიდერების დონეზე და შესაბამისად ამიტომ დავწერე სტატია ლემონში, სადაც ასევე ფაქტობრივად პასუხი გავეცი სხვა სტატიაში მითითებულ საკითხებს ცნობილი ოლიგარხის განცხადებებზე გავაკეთე ფაქტობრივად იქ რეაგირება და მე არ მინდა რომ რეაგირება მოვახდინო, მაგრამ ძირითადი შეკითხვა არის შემდეგი. იქნება თუ არა შესაძლებელი მივახციოთ პროგრესს და შევასრულოთ ყველაფერი გამომდინარე იმ მოლოდინებიდან, რაც გააჩნია ახალ დემოკრატიას და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა წინა პერიოდიდან. როგორც პრეზიდენტმა გამართა, კვლავ არის ზეწოლა იმისთვის, რომ შეფერხდეს ეს პროცესები და ჩემი აზრით ეს არის მიუღებელი და პოსტსაბჭოური პერიოდია და დღესაც ვლაპარაკობ ამ ზეწოლაზე. ეს არის მიუღებელი ხალხისთვის და ლიდერებისათვის, რომლებმაც შექმნეს ევროკავშირი და ჩვენ ახალი მომავალი უნდა შევთავაზოთ ჩვენ ხალხს და ჩვენ ცივილიზაციებს და საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ საქართველოს ისე როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა და ლამბარტო ზანიერი მომხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროპული ფასეულობების შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები იყო. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ინსტიტუტებიდან ქვეყანაში ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი, ისე არჩევნების მიმდინარეობას. თავის მხრივ ლამბარტო ზანიერიმ ქვეყნის პირველ პირს ამ საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდება. დამატებით, რამდენიმე ათეული კი არჩევნების მიმდინარეობას. ლამბარტო ზანიერი საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებსაც გაეცნო და ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერა. ეუთოს გენერალური მდივანი მომხმარებითაც დაინტერესდა, რომელიცაც იუსტიციის სახლები მომხმარებელს თავაზობს. ქართული მეწარმეები პენტაგონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხვალ განაახლებენ. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ნაწარმი ამერიკულ ბაზარზე გაიტანონ. ქართული პროდუქცია ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ეს ორდღიანი ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის მთავარი შედეგი იქნება. შეთანხმება ორ პარტნიორ ქვეყანას შორის უკვე მიღწეულია. 47 მილიარდიან პენტაგონის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა ათასობით ადამიანის დასაქმების პერსპექტივა აცხადებს საქართველოს პრემიერი ივანე მერაბიშვილის განმარტებით. პენტაგონის ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე მთლიანი რეგიონი ჩვენს გარშემო. საქართველოში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა პენტაგონის შესყიდვების სიაში მოხვდეს. ამერიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად პენტაგონი უფლებამოსილია საკუთარი ჯარისთვის ქართული პროდუქცია შეიძინოს. ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკური ცენტრის სახელით მსურს განვაცხადო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რესურსებით ავღანეთის მისიის მომარაგება. ამ ინიციატივის განხორციელება არის დასტური ჩვენ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა. ქართულ-ამერიკულ სიმპოზიუმს, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა, ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელობთან ერთად ესწრებოდნენ. ქართული მეწარმეებს აქვს საშუალება, უფრო მეტიც პრიორიტეტული საშუალება ჩაერთონ და მოახდინონ 47 მილიარდიან ბაზარში მონაწილეობა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი
ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა, მეზობელი, ეს არის გაცილებით მეტი ვიდრე რეგიონი ჩვენს გარშემო, იმისათვის რომ მოახდინონ მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც არის საფუძველი საქართველოში ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, რაც არის საშუალება იმისათვის რომ ამით ჩვენ უფრო მეტი და მეტი სიკეთე მოუტანოთ საქართველოს მოქალაქეებს. ღონისძიების ამოცანა არის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს როგორც ქართულმა ბიზნესმა, ისე ყველა ჩვენმა მოქალაქემ. ამერიკელმა ინვესტორებმა ქართულ მწარმოებლებს ის კრიტერიუმები გააცნეს, რომელიც ამერიკის მრავალმილიარდიან ბაზარზე მოსახვედრად აუცილებელია. ბიზნეს პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება კი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამერიკულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას გახსნან აქ ახალი საწარმოები, ახალი სადისტრიბუციო ცენტრები, ახალი ლოგისტიკური კომპანიები, რომლებიც მათ მისცემს მნიშვნელოვან დანაზოგს თავიანთი ბიზნესის კეთებაში, იმის გამო, რომ ჩვენთან არის დაბალი გადასახადები, არის ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო ბიზნეს გარემო, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში. ქართულ-ამერიკულ სიმპოზიუმზე საკუთარი ნაწარმი 120-მდე ქართულმა კომპანიამ გამოფინა. მეწარმეები ფიქრობენ, რომ ამერიკულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნის და საქართველოში ბიზნეს გარემო უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს არის ერთადერთი უმსხვილესი და მყარი გარანტია ნებისმიერი საწარმოსთვის, როდესაც გავს კონტრაქტი პენტაგონის. ეს არის პირდაპირ ასე ვთქვათ, დიდი ბილეთი დიდ ბიზნესში. ეს არის ძალიან საუკეთესო მაგალითი ალბათ თანამშრომლობისა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. უნდა ქართული ბაზარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც არის დიდი პოტენციალი კომპანიების განვითარებისთვის და მეორე იმისთვის რომ საქართველოში დამკვიდრდეს უმაღლესი სტანდარტები წარმოების კუთხით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოეხმარება როგორც ქართულ კომპანიებს, ასევე ქართულ საზოგადოებას. პენტაგონთან რამდენიმე ქართული კომპანია უკვე წარმატებით თანამშრომლობს. მხარეებს შორის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო. მაშინ ამერიკელებმა თბილისში სატესტო სიმპოზიუმი ჩაატარეს და ამერიკულ ბაზარზე ქართული პროდუქცია პირველად გავიდა. ორდღიანი ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის ფარგლებში ქართულ მეწარმეებს პირველადი ამერიკული კონტრაქტორები ინდივიდუალურად შეხვდებიან.
ყველაზე ეგზოტიკური თევზები საქართველოში ტაილანდიდან ჩამოყვანილ ზღვის სამყაროს ბინადრებს საქართველოში ადეკვატურ გარემოს თევზების გალერეაში უქმნიან 3000-ზე მეტი თევზი მალე გამოფენის გაკეთება იგეგმება. სააკვარიუმო დეკორატიული თევზები და მათი ყველაზე უცნაური სახეობები. ციხლიდების ადილობენ. ნარინჯისფერი შეფერილობის ჯიში ტაილანდიდან საქართველოში უცნაური შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა. კაფე გალერეაში ტროპიკული ზონიდან მათთან ერთად კიდევ 3000 თევზი ცხოვრობს. ყველაზე ეგზოტიკური ზღვის მაცხოვრებლები აკვარიუმშიც კი თავისი წესებით და კანონებით ცხოვრობენ. ყველა თევზი გამოირჩევა თავისი უნიკალური ხასიათით, ზოგს თავის ახირება აქვს, თუნდაც იმ მხრივ, რომ არის აგრესიული, ვერ იტანს თავისივე მამრობითი სქესის წარმომადგენელს, ასევე განსაკუთრებულად არიან თავიანთი შვილების მიმართ, არიან სახეობები, რომლებიც მაგალითად თავის შვილებს ჭამენ და არულიან, ზოგიერთი კი თავისი სიცოცხლის ფასად შეუძლია შვილი დაიცვას, ის გამოყვებოს, თვითონაც არ მიიღოს საკვები, ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ თევზები, რომლებიც პირში იღებენ ქვირს 23 დღის განმავლობაში, არაფერს არ ჭამენ, უვლიან თავიანთ შვილებს და შემდეგ, როდესაც ლიფსტებს გამოუშვებენ პირიდან, იმ საკვებს, რაც თვითონ უნდა მიიღო, ალბობენ და თავის შვილებს აწვდიან. მანაგუებს ქვირითობა აქვთ. შემოდგომაზე ისინი უკვე 200-ნი იქნებიან. ზუსტად ამ დროისთვის მოახდენენ საკუთარი თავის პრეზენტაციას მაყურებლისადმი. თევზების გალერეა სექტემბრის ბოლოს იშვიათი ჯიშების გამოფენას გეგმავს, სადაც უჩვეულო თევზების ექსპოზიციას წარმოადგენს. ჩვენ ვაპირებთ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გამოფენა გაყიდვის გაკეთებას. იქ იქნება წარმოდგენილი თითქმის ყველა სახეობის ეგზოტიკური თევზი. მათი მოწყობილი იქნება მათთვის სასურველი გარემო აკვარიუმის, ასევე გაუწევთ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოაწყო, როგორ ყვებონ, შეძლების დაგვარად გაამრავლონ და შეიყვანონ თავისი თევზები. მდინარე ჩაო-პრაიადან საქართველოში გადმობარგებული უიშვიათესი ჯიშის თევზები ახალ გარემოს ეჩვევიან. ტაილანდის წყლებში გატარებული წლების შემდეგ აკვარიუმი მათთვის დროებითი თავშესაფარია. თევზების გალერეაში მალაიზიიდან 3000-ზე მეტი თევზი ცხოვრობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ერთ აკვარიუმს ვერ იყოფს და ასეთი სცენებიც ხშირია. იაპონიაში გიგანტური მამლების ჩხუბზე ფსონებსაც დებენ. კონფლიქტი აკვარიუმის შეცვლით სრულდება. თბილი და ცივი წყლის თევზები, ტაცებლები და მშვიდობიანები, მტკნარი წყლის მაცხოვრებლები თევზების გალერეაში ზღვის სამყაროს ქმნის. ცირე რეკლამის შემდეგ დღის ამბები კვლავ პირდაპირ ეთერშია. საფრთხის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემა პრეზიდენტს 13 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია, ეს დრო დასჭირდება დედამიწის განადგურებას. ასეთ სტატიას შინაარსით გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ისევე როგორც ცივი ომის დროს რაკეტები დღესაც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია, რაც მსოფლიოსთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს. თავდაპირველად ბარაკ ობამამ დაიწყო მოლაპარაკებები საბრძოლო მზადყოფნის გაუქმების შესახებ, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე ვერ მოხერხდა. საფრანგეთის საბავშვო ბაღზე მოხდარი თავდასხმა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. შეიარაღებულმა პირმა მოლაპარაკების შედეგად ტყვეები გაუშვა. ამდე ბავშვი და 3 მშობელი ახლა უსაფრთხოდაა და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. დამნაშავის დაკავება პოლიციამ ცეცხლის გახსნის გარეშე მოახერხა. მამაკაცს ამ დროისთვის ფსიქიატრები აკვირდებიან. პოლიცია კი თავდასხმის შესაძლო მოტივებს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ვიტრსუნესენის სკოლის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღში ტერორისტი დღეს დილით შეიჭრა. რუსეთის საბრძოლო გემს უკრაინის შავი ზღვის ფლოტიდან სირიაში გააგზავნის გამანადგურებელი სმეტლივის სევასტოპოლის პორტიდან გასვლის კადრების სააგენტო როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემი თურქეთის პორტის გავლით სირიაში შესვლას გეგმავდა. ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. სირიის რეჟიმის დახმარებისთვის რუსეთი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი უკვე არაერთხელ გახდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში მოხდარ მასშტაბურ სტიქიაზე მორიგ კომენტარს აკეთებენ და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ. განცხადებას საგანგებო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა. დენის პრონინის განცხადებით სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ეზრუნათ. საგანგებო სამსახურის ქმედება სტიქიის დროს უკვე სწავლობს საგამოძიებო კომიტეტი. პირველი განცხადება სტიქიის შესახებ რუსეთის პრემიერმაც გააკეთა. დიმიტრი მედვედევის მოსახლეობას აგვისტოდან ახალი სახლების მშენებლობას დაპირდა.
რუსეთის დუმამ ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიკაცია მოახდინა. განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა საპარლამენტო ოპოზიცია დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი იყო, თუმცა ის მმართველი პარტია იძინა ერასიას მხარდაჭერის შედეგად მაინც დამტკიცდა. კანონმდებლობის თანახმად 30 დღის შემდეგ რუსეთი უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საქართველოს თანხმობის შედეგად გახდა შესაძლებელი. თელავში 9 ქუჩისა და 150-მდე ობიექტის რეაბილიტაცია იწყება. რესტავრაცია უმეტესად ქალაქის ძველ უბნებს უტარდებათ. პროექტის ფარგლებში აუცილებელი პირობა არ შეიცვალოს ქალაქის ძველი იერსახე. რეპორტაჟი თელავიდან. ასეთია თელავის ძველი უბნების განახლებული იერსახე. კახეთის სატახტო ქალაქი ახალ სიცოცხლეს იძენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაცია განსაკუთრებულად აქტიურ ფაზაშია შესული. თელავში დაახლოებით 150 შენობა იქნება რეაბილიტირებული. კულტურული ძეგლები, რა თქმა უნდა, პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს, მაგრამ არაერთი შენობა იქნება საერთოდ ახლებურად წარმოდგენილი. ჩვენ აქ ცენტრში თითქმის მთავრდება უკვე იუსტიციის სახლი, თეატრი მიიღებს აბსოლუტურად სხვა სახეს. ძალიან ბევრი სიახლეები იქნება ასევე ბატონის ციხის ტერიტორიაზე, როგორც სასახლის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე აშენდება ახალი მუზეუმი. ბატონის სასახლის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ერეკლე მეფის სასახლე პირვანდელ სახეს იბრუნებს. მის ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმიც აშენდება. რესტავრაცია თელავში ისტორიული ძეგლების გარდა 9 ქუჩასა და 150-მდე ობიექტს utardeba. ქუჩებში წესრიგდება გზის საფარი და გარე განათების სისტემა. რეაბილიტაცია utardeba ქორეოგრაფიულ სტუდიასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს. ეთიმოეწყობა პარკები და დასასვენებელი ადგილები. ძალიან გახარებული ვარ, ჩემი ქალაქი რომ ლამაზდება, კეთდება. თანამედროვე ქალაქი ხდება, ისედაც თელავი იყო ულამაზესი ქალაქი და ეხლა მთლად ძალიან ლამაზი გახდება. ძალიან მიხარია რომ ვიცხოვრებ ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში და ძალიან ლამაზი იქნება პირდაპირ ჩემი ქუჩა. თელავის რეაბილიტაციის პროექტი ახალ მშენებლობებთან ერთად ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენასაც გულისხმობს. ღვინის სამშობლო საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ცენტრად იქცევა. ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საინვესტიციო პროგრამებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 427,000 ლარია გათვალისწინებული. უპრეცედენტო ნახტომი უშბის მწვერვალიდან რუსი ბეის ჯამპერის სტუმრობა საქართველოში. უშბიდან გადმოხტომა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამოცანა წარმატებით გადავჭერით. იმედი მაქვს, ეს ნახტომი ბეის ჯამპის პოპულარობას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეს ფანტასტიკური განცდაა. Tățile reklame შემდეგ პირდაპირ ეთერში სპორტის სიახლეებით ბრუნდებით, რომელსაც გიორგი გულბანი გაგოცნობს. აღმშვიდობის გიორგი. მოგესალმებით. საქართველოს 20-მდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიემგზავრება. კონტინენტის პირველობა სლოვენია 12 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. ქართველი კალათბურთელები ჯგუფში ესპანეთის, ლატვიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ქვეჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე 4 საკონტროლო შეხვედრა გამართა. დავით უსტიაშვილის გუნდმა 2 მატჩი თბილისში ისრაელის ნაკრებთან წააგო. შეხვედრაში კი სტუმრად ესტონური თანატოლების წინააღმდეგ დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ ოფიციალურ მატჩს ქართველები 12 ივლისს ლატვიის წინააღმდეგ გამართავენ. მიზანი არის თავარი რომ
ამ მოთამაშეებმა მიიღო საკმაოდ დიდი გამოცდილება, რათა შემდეგ ვიპოვოთ ის მოთამაშეები, ვინც შემდგომში ეროვნულ ნაკრებს გამოადგენს. სუბუქია და პირველივე თამაში მივიღებ მონაწილეობას და განწყობას რაც შეეხება, ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, ძალიან კარგად მოემზადეთ პირველი თამაშისთვის და ნახოთ რას ვაჩვენებთ მაიდანზე. ჩვენს ფავორიტი არის ესპანეთი და თურქეთი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი გასვლის, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, 3 გუნდი გადის ჯგუფიდან და რეალური შანსი გვაქვს ლატვიასთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი, რომელმაც საქართველოს უნივერსიადა ქვეყნის თასი და საზაბენელიანის ხსოვნის ტურნირი მოიგო, ევროპის ფუტსალის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე მიემგზავრება. 12-დან 24 ივლისის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ კორდობაში კონტინენტის საუკეთესო საუნივერსიტეტო ფუტსალის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. კორდობაში 16 ქვეყნის 14 გუნდი მოიყრის თავს, რომლებიც პირველობისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ. ჩვენ უნივერსიტეტის გუნდი უნივერსიადაზე მიემგზავრება ესპანეთში, ქალაქ კარდოვაში. ეს სხვათაშორის აღსანიშნავ პირველად მიემგზავრება და იმედი გვაქვს, რომ პირველი ეს მერცხალი წარმატებული იქნება ჩვენი უნივერსიტეტი მთლიანად ქვეყანასთვის. ტურნირზე ყველა გუნდი გასამარჯვებლად მიდის და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ფუტზალში კიდე ერთი სიტყვა ითქვას და გაახაროს ქართული ფუტზალი. უშბის 4300 მეტრის სიმაღლის ფერდობიდან რუსი ექსტრემალი ვალერი როზოვი სპეციალური ფრთიანი კოსტუმით გადმოხდა. ეს იყო პირველი ნახტომი ბეის ჯამპის ისტორიაში უშბის თიდან. ვალერი როზოვი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია პარაშუტით ხტომაში. 47 წლის რუსი სპორტსმენის ექსპედიცია უშბაზე 28 ივნისს დაიწყო. ის მოსკოვიდან საქართველოში სხვა ორ ცნობილ მთასველთან ერთად ჩამოვიდა. როზოვის, რუჩნიკისა და ხოტენკოს ექსპედიცია 8 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც როზოვის ფანტასტიკური ნახტომით დასრულდა. უშბიდან გადმოხტომა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამოცანა წარმატებით გადავჭერით. იმედი მაქვს, ეს ნახტომი ბეის ჯამპის პოპულარობას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეს ფანტასტიკური განცდაა. კლარენს ზეედორფი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს. 36 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ბოტოფაგოსთან გააფორმა. ზეედორფი ბრაზილიაში მილანიდან გადავიდა, სადაც ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ არაერთი ტიტულის მოგება შეძლო. მილანამდე ჰოლანდიელი ნახევარმცველი ინტერში, მადრიდის რეალსა და ამსტერდამის აიაქსში გამოდიოდა. კლარენს ზეედორფს რიო-დე-ჟანეიროში ბოტოფაგოს გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია შეეგება. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და ახალი გუნდით. მე მინდა ევროპელებს ბრაზილიურ ფეხბურთში კარი გავუხსნა. ევროპულ გრანდებში ამით სწორედ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ქმნიან, ამიტომ აუცილებლად შევისწავლი აქაური ფეხბურთის დონეს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ამ ინფორმაციით გამშვიდობებით. მადლობა გიორგი, პირდაპირ ეთერში სპორტის სიახლეებს გიორგი გულბანი გვაცნობდა. 200 მილიონი გაყიდული დისკი ამერიკული ჩარტების პირველი პოზიცია ყველა დროის უდიდეს შესრულებელთა და წარმატებულ ჯგუფთა სიაში. წამყვანი ადგილები Rolling Stones-ის მუსიკალური ისტორია უამრავ წარმატებას ინახავს. ლეგენდარულ როკ ჯგუფს 12 ივლისს შექმნიდან 50 წელი უსრულდება. ინგლისური მერკლაბი 1962 წლის 12 ივლისს ახალი რიტმ-ენ-ბლუზის დაბადების ადგილად იქცა. სწორედ მაშინ მოისმინეს პირველად ლონდონელებმა ლეგენდარული როკ-ბენდის Rolling Stones-ის მუსიკა. თუმცა ისტორია ცოტა უფრო ადრე დაიწყო. მაშინ როცა ლონდონის ტრამვაიში ერთმანეთს ორი თინეიჯერი შემთხვევით შეხვდა. ერთ ხელში გიტარა ეჭირა, მეორეს შავკანიანი ბლუზმენების გრამფირფიტები. ბიჭი გიტარით კით რიჩარდსი იყო, ფირფიტებით მიკ ჯაგერი. სწორედ ამ შეხვედრამ დაუდო დასაბამი ლეგენდარული ჯგუფის დაბადებას. 22 სტუდიური ალბომი, 200 მილიონი გაყიდული დისკი, ამერიკული ჩარტების პირველი პოზიცია, ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა და წარმატებულ ჯგუფთა სიაში წამყვანი ადგილები. Rolling Stones-ის მუსიკალური ისტორიიდან ეს მცირე ჩამონათვალია. ბრაიან ჯონსი ის ადამიანი იყო, ვინც როლინგების ძირითადი ბირთვი შეკრიბა. ჯგუფს სახელწოდება სწორედ მან შეურჩია. იდეა შავკანიანი ბლუზმენის მადი უოთერსის სიმღერიდან Rolling Stones ბლუზიდან აიღო. საკუთარ სიმღერებში პროტესტს მწარე ირონიით და უხეში იუმორით გადმოსცემდნენ.
ცუდი ბიჭების იმიჯის განმტკიცებას ხელს ყვითელი პრესაც უწყობდა. იმ დროს ყველა იმეორებდა ჯაგერის ფრაზას თუ არ მოგწონვართ საჭირო არც არის. ჯაგერის უჩვეულო ვოკალი და კით რიჩარდსის გამორჩეული ჟღერადობის გიტარა სმენელზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ინტერესი და მუდმივი მithმა-მოთქმა რაც ამ ჯგუფის შექმნისას გაჩნდა, დღემდე არ ნელდება. როკ-ენ-როლის სატანები, ლონდონელი ხულიგნები და კიდევ უამრავი ეპითეტი ჯგუფის სახელწლების განმავლობაში არსებობდა. ჯგუფს წიგნი და დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს, რომელიც საგასტროლო ტურნეს მიხედვით გადაიღეს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 50 წლის იუბილეს ჯგუფი ტურნეთი თუ არა, ერთ დიდი კონცერტით მაინც შეხვდებოდა. ჯგუფის წევრებმა არ დაადასტურეს. Rolling Stones ფანებს მოცდას მცირე ერთი წლით მაინც მოუწევთ. დღეისათვის სულ ეს იყო რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური. ხვალამდე გემშვიდობებად. კარგად გრძნობოდეთ.